ესე იგი ვიწყებ ჩარჩოებში მართულის გაყრას. სკოპებს ავხმარობ, რომ არ ჩამიჭრას მართულმა ხე. ეს ამაკაწყობილი ჩემი დაფა როლიკებზე რომ დამეხმაროს მავთულის ჩარჩოში გაყრაში და არამე ბლანდოს ეს მავთულები. ეხლა ამ მავთულებზე დირკა უნდა იყოს უმჯობესია 3 მმ-იანი რომ აღარ იწვალო რა მერე მავთულის გაყრაზე. რაც უფრო ვიწროა, მით უფრო დიდი ხანი უნდები მავთულის გაყრას. ამიტომ ჯობია რომ 3 მმ-იანი იყოს ეს, ან 2.5-იანი მინიმუმ. და გააკეთოს სწრაფად. შედარებით. შემდეგ ამ დონეზე რომ მივალ, ხმარობ სტეპლერს. საპირისპირო მიმართულებით გადმოვკეცავ და შემდეგ ურწყავ მეორე მხარეს და მზად არის. ამის შემდეგ ვიწყებ მავთულის დაჭიმვას. ზოგი ამას უკან ატრიალებს და ამას ძალიან დიდი დრო მიაქვს. ამიტომ როგორც მევაკეთებ, ისე ჯობია, რომ ტყუილი ენერგია არ დახარჯო და დრო. ესე ჯობია. ეს ერთი. ეხლა საბოლოოდ ვაფიქსირებ, ანუ დაჭიმვებს, მერე გადმოვკეცავ და მზად არის. ეხლა უყურე, ამას რო დავარტყავ, ამას ისევე ყუსაჭი აღარ ჭირდება რა, ორჯერ, სამჯერ დაატრიალებ, მოძრავ. და მზად არის. ეხლა შემდეგი. არ უნდა აგვიბლანდოს, არ უნდა გადაიკეცოს, ფოლადია. თორე შემდეგ გაწყდება გადაკეცილი. აი ეს დირკები რო აქვს 3 მმ-იანი, ხო, ადვილად უყრი მერე და სწრაფად მიდიხარ. როცა დირკა არ ეტყობა ნორმალურად, მერე უკვე ძალიან დიდ დროს კარგავ. ამიტომ ყველაზე რთული საქმე ჩარჩოს აწყობაში მავთულის გაყრა არის. და ჯობია რომ დირკები იყოს 3 მმ-იანი. აჰა, ეს დაფიქსირდა უკვე. ეხლა ვიწყებ დაჭიმვას. ანუ პირველს გამოვაძრობ მავთულს, გადახტება, მეორეს თან ასე ვჭიმავ. მერე ჩავჭრი და ეხლა მიდის ისევე დაჭიმვები, თანაბრად უნდა დაიჭიმოს. ერთს კიდე დავარტყავ და ეხლა ისევე საბოლოოდ დაჭიმვებს ვაფიქსირებ. იდეალური დაჭიმულია. იდეალურია. ზოგი არის ცოტა დიდია ეს. და ამიტომ ეხლა ჩემ შაბლონში არ ჩაჯდა. რამაც ცოტა ეხლა დისკომფორტს აქვნის რა. რო არ არის ჩარჩო დაფიქსირებული, თამაშობს. ამიტომ იშვიათად ხდება ხოლმე ესე. ეს არის არასწორად ჩაჭრილი არა, ანუ აი ეს არის ცოტათი მეტი. შესაბამისად არ იყო და ვერ ჩაჯდა შაბლონში. დაახლოებით ეხლა წუთი და 50 წამამდე უნდები.
მაგრამ ცოტა თქვათ აი სწრაფად თუ არ ვაკეთო 2 წუთსა და ნახევარში ყველა ვარიანტში ჯდები. ცოტა სწრაფად თუ მუშაობ წუთი და 40 წამი, მაგრამ ეს დაძაბული რეჟიმით მუშაობის ვარიანტში და ამას ასეთ რეჟიმით დიდხანს ვერ იმუშავებ. ეხლა როგორც მუშაობ დაახლოებით წუთი და ისა რა ქვია 50 წამი ან 2 წუთი ჭირდება. ეს ყველაფერი უნდა გქონდეს მომარაგებული, არც ეს არ ჩავიდა რაღაც ამ პარტიამ გააჩმახა საქმე. ამას სალიანმა პარტიამ ბევრი აქვს ესეთი გამორეული, რომ შაბლონში ვერ აფიქსირდება და შემდეგ დისკომფორტს იწვევს, რომ ჩარჩო თამაშობს. ჯობია რომ დაფიქსირებული იყოს. აი მის ჭრა არის, ანუ ჭრა კი არა, ანუ სიგრძე არის ცოტათი მეტი და აღარ ჩადის. არა და ეს პარტია არის ახლა რომ გამოევია ესეთ ამას სალიანში თორე სხვა დროს ჯდება იდეალურად. ჩარჩოებიც უნდა გქონდეთ კარგი სტანდარტებში. თამაშობს ახლა ჩმახებს. ეს გადავჭიმოთ სწრაფად, ერთს დავარტყავ, საბოლოო დაჭიმებს დავაფიქსირებ ახლა. აი, რო თამაშობ, ცუდია, ეს უნდა იყოს 90-იანი კუთხით, ჩამჯდარი, რომ ერთი მხარით არ დაიჭიმოს ან რაღაცა ცერად არ წაიღოს დაჭიმოა და ამიტომ როცა ფიქსირდება ჩარჩო კარგია. აი ახლა ეს ჩაიჭედა. ზღვარზეა. ყველგან თარი გაჭედილია უკვე და ამ დროს უკვე ადვილია მუშაობა. ჩარჩო არ თამაშობს, დაფიქსირებულია. თან დიდი დროც არ ჭირდება ამის დაფიქსირებას. ვიდეოები მინახია, რომ წვალობენ რაღაცეებით, მერე კეტავენ. სანამ დაკეტავ, სანამ წამებს კარგავ და ესე ჯობია პრიამოი იჭედება. ზამთარში უნდა მოვაშორო ჩარჩოების ამბავი აწყობა მავთულის გაყრა. ერთ ჩარჩოზე გაწეული შრომა დაახლოებით მინიმუმ 4 წუთს შეადგენს. 2 წუთი მავთულის გაყრას უნდა, 1 წუთი აწყობას, 40 წამიდან 1 წუთამდე აწყობას. სკოპების დარტყმას უნდა ალბათ 10 წამი, ან 15 წამი. აი მასაი ამ სკოპების დარტყმას. და კიდე დაჩრეტასაც უნდა ალბათ 1-20 წამი. საბოლოო ჯამში 4 წუთამდე ადიხარ ერთ ჩარჩოზე გაწეულ დროის ამბავს. ესე ჩაჯდა კარგად. როცა ახლა ბევრი ჩარჩოები აქვს გასაკეთებელი, სად ურტყავს მერე ეს დრო. ანუ ჩარჩო იდეალურად უნდა იყოს აწყობილი, იდეალურად უნდა იყოს გაჩრეტილი ერთ ხაზზე, რომ მერე არ დაიტალღოს ჩარჩო, ისა რა ქვია.
ხო ფიჭა რა ანუ ერთ სიფრთხეზე უნდა იყოს გაჩრეტილი და მავთული უნდა იყოს კარგი დაჭიმული ეხლა მე ამ მავთულს რო ჭიმავ ეს სიცხეში არ უნდა დატო უნდა გაიტანო ცივ ოთახში დადო მზეზე არ უნდა იყოს თორე მე ეს დაჭიმული მავთული მოეშვება ამიტომ სიცივეში როცა იქნება ანუ ის არ ეშვება რა აი სიცხეში უკვე მე მოეშვება და აღარ იქნება ისე გაჭიმულ მდგომარეობაში მავთულს რო გააბა უკვე ჩარჩოების ჩაყრა შეიძლება ზამთარში ჩამიყრია ჩარჩოები ოღონ მე ვერტიკალურ მდგომარეობაში უნდა დააყენო ჩარჩო აი როგორც კაშიდევს ისე უნდა დააყენო როცა ჩარჩო არის ჩაკრობილი თორე შენ თუ დააყენე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და ან სიცხე დაიჭირა ოთახში მე ანუ ტალღებს იკეთებს რა ფიჭა აკეთებს ტალღებს ანუ აი ეს მდგომარეობაში უნდა დააფიქსირო ამას რო აი ესე ხო ვკრავ მე და მე აი ესე უნდა დადო დაახლოებით 12-13 ვაკეთებ ერთი მასში რა ქვია პაჭკაში ну მე ამას გადაუჭერ აი რა ქვია ტუკის პრეჟია იმითი შევკრავ და დაასაწყობებ რა ქვია ანუ ფიჭა ჩაკრულ ჩარჩოებს და უკვე გამზადებული როცა გაზაფხულზე ანუ ფიჭა ჩაკრული და აქ როცა აღარ გიწევს იმას რა ქვია უკვე გაზაფხულზე რა ჩარჩოებზე მუშაობა ხო უკვე პირდაპირ მიდიხარ და მუშაობ მარტო საფუტკრეში ეხლა როცა მე შენების დრო არის მაშინ შენ რო იწყებ ამის ჩარჩოების გამზადებას ხო უკვე დრო მიაქ ამას და მე აღარ აქჩება რა იმ საფუტკრეში სამუშაოთ იმდენი დრო როცა ეხლა ბევრი ყავს ფუტკარი ცოტა რო ყავს იქ არ არის პრობლემა რა მე მაქვს დიდ რაოდენობაზე რა როცა ბევრია ბევრი სკები გაქვს 150 200 300 კაროცა გაქვს გასამზადებელია ეს ზამთარში გაზაფხულზე უკვე პირდაპირ უკვე უნდა ალაგებდი აშენებინებდი ზამთარში ცივა გარეთ ვერაფერს ვერ აკეთებ ამიტომ ჩარჩოებს უნდა მიხედო თან დრო გაგყავს ერთობი და ესე დასაქმებული ხარ აი ეს ვერ გაიჭედა და სუდია ცოტა დისკომფორტს აქმნის მე ვერ ფიქსირდება ჩარჩო მე თამაშობს მე გაჩმახებს გადაგვეკეცა ამასაც ყურადღება უნდა მივახციოთ რომ არ გადაიკეთოს მაგრამ ახლა აი დაყვით ვაწები რომ შევინარჩუნო ერთ იმაში პოზიციაში ჩარჩო არ გადამიხდეს ну ეს პატარა შეცდომა აქვს რა ამის ზომაში ნიკო ყარჩაჯდა ანუ სტანდარტული უნდა იყოს ყველაფერი ამის სისქე ამისი ზომები სულ ყველაფერი მე ანუ ამ თლ დანადგარში თუ ეს ძალიან დიდია ხო მე ვერ ჩავა და იქაც პრობლემებს შექმნის ამიტომ უნდა იყოს სტანდარტული ზომების ყველა ჩარჩო და ხმელი მასალით გაკეთებული რომ შემდეგ თუ ნედლია მე დაიბრიცება რაღაცა დასკდება
ზომებში აურევს და ესე. ამიტომ ხმალი უნდა იყოს. აი ესიც ვერ ჩაჯდა. რაღაც ძალიან ცუდი პარტია ამ ჩარჩოებში. რამდენი მილიმეტრია? 3 მილიმეტრით მეტი გამოდის. აჩმახებს. გადამეკეცა ეხლა ისიც. რო ვერაჯდება, მე უკვე რაღაც აქეთ ვაქცე ყურადღებას რო არ გამექცეს და აქეთ გავფანტე ყურადღება. მომეკეცა. ამიტომ ყველაფერს უნდა მიაქციო ყურადღება. რაც მეტად ბევრი რაღაცა გაქვს საყურადღებო, მით მერე გეფანტება გონება. ამიტომ ეს უნდა ფიქსირდებოდეს იდეალურად კარგად. ცოტათი რო ესა ქონეს ამას სამუძრაო. ეგ ჯობია, ვიდრე აი ეხლა რო არ ჩადის. ეს ცოტა აქეთ უნდა იყოს 3 მილიმეტრი. ყველაზე კაი ვარიანტი რაც მინახია მე ვიდეოებში ხო ამ ეს რა სტანოკი იყო ესეთი რაღაც ხა ავხსნი ანუ ესე იკეცება და თავისით ხტება მე ანუ მოჭიმული ასე რომ კაროჩი გამოწევ აი ესე მდგომარეობაში მე ანუ ხტება ის ხტება რა ანუ დაიწყებს მოჭიმვას ეს ანუ კატუშკა კაროჩი არის იმაზე რა ქვია უკამბრუნზე რა გაკეთებული აქვს ანუ კნოპკა აქვს დააჭერს და დატრიალდება და ეს გადახტება რა ჯერ ეს მე ეს და всё დაჭიმული არის რა შეიძლება რა შურპავიორზე მოაწყო შურპავიორს ხო აქვს დონეები რაღაცა დონეზე რო გადაჭიმავს ხო მე ხტება რა კაროჩი რა არ დაგიჭიმავს არ გაგიჭიმავს ხო და მაგით შეიძლება რა ეგ ვარიანტი და ეს ანუ ზამბარებზე არის რა კაროჩი რო გაუყრი დააჭერ კნოპკაზე თუ გადახტება და დაიჭიმება რა მავთული ну იდეალურად არ დაიჭიმება, მაგრამ ეს ანუ გაწევა აღარ დაგჭირდება რა. ну მე ჩააწყვეტავ. ამავთულს და მე დაიწყებ გაჭიმას. ეხა კომპრესორი ჩამერთო. ანუ კომპრესორი გარეთ ამაქვს. შემოყვანილი მაქვს ოთახში და მუშაობ ოთახში კიდე. ესე ვაწყობ თუ ვამზადებ ჩარჩოებს გაზაფხულისთვის წელს გვიან დავიწყე თებერვალში არა და ეხლა უკვე გამზადებული მქონა ხოლმე ამ დროს 1500 ჩარჩო ამ დროს უკვე ჩაკვრას ვიწყებდი ხოლმე მაგრამ არა უშავს დღეში დაახლოებით 50-დან აი თავი რომ მოიკლა 100-საც გავაკეთებ, მაგრამ ჯობია რომ ნემელა იმდენი აკეთო რომ მეორე დღეს არ გეზიზღებოდეს მუშაობის დაწყება 50-75 ნორმალურია ანუ აწყობა თulis გაყარა დაახლოებით 50-75 დღეში მარტო. ну მეორე დღესაც აღარ დაგიზაროს მუშაობა. შეიძლება გააკეთო 100,
და მეორე დღეს დაგეზაროს და გააკეთო 25 ან არაფერი ამიტომ ჯობია იმდენი გააკეთო რომ მეორე დღესაც ჩვეულებრივ გააგრძელო მუშაობა და საქმე არ გეზიზღებოდეს რო იღლები ხო მე უკვე გადამწვარი გამოდიხარ და ჯობია რომ გამოზომილი მუშაობა რა როგორც ახლა უცხოეთში არის ადამიანის სამუშაო გრაფიკი 8 საათის იქით აღარ მუშაობენ იმიტომ რომ ესე ადამიანმა უნდა ისენოს ენერგია აღიდგინოს და პროდუქტული რო იყოს მეორე დღესაც თორე რომ იმუშაო შეიძლება იმუშაო 10-12 საათი მაგრამ ესე პროდუქტული ვეღარ ახარ მეორე დღეს იმიტომ რომ ძალიან დაიდვით მქონია ეგ შემთხვევა რომ აი ეხლა ვთქვათ კიდე რესურსი და ძალა მაქვს შერჩენი და მოდი 1 საათს კიდე დავამატებ და ის 1 საათი რომ დამემატებია ხო იმ 1 საათს მოუკლივარ კაროჩი რა და მეორე დღეს დამზარებია საქმე ამიტომ ჯობია ის 1 საათი გააჩერო აღარ იმუშაო და მეორე დღეს ისევე 8 საათი იმუშაო ვიდრე ეს 1 საათი ახლა დაიმატო და მეორე დღეს ვეღარაფერი ვერ გააკეთო ესეთი რაღაცები მქონია ამიტომ უნდა გაუფრთხილდეთ ჩვენს რესურსს ადამიანები ვართ რკინაცდება ადამიანზე ხო ლაპარაკი ზედმეტია იმდენი უნდა ვიმუშაოთ რამდენიც შეგვიძლია არ დავიღალოთ უნდა მოვიშოროთ რა ჩარჩოების თემა გამზადებული უნდა გქონდეს ეს ჩაჯდა კარგია რომელიც ჭდება ან შეიძლება არ ჩაჯდეს მაგრამ პლოტნად არ ჩაჯდეს მაგრამ ამაში ჩაფიქსირებული იყოს აი რო ვერ აჯდება ის უკვე მე ცოტა დისკომფორტს აქვს ფორმატი ჩარჩო გავაბილდა რა ვიცი რა დრო მოუნდი ან დაფიქსირებული იქნება ვიდეოში დრო მოუნდი ფორმატი ჩარჩოს გაბმას დასაწყობებას ახლა ამას მავთულით შევკრავდა დროებით იქნება დასაწყობებელი ფიჭების ჩავკრავამდე ფიჭებს თუ ჩავკრავ ისევე დავასაწყობებ და ესე ანუ ეს ყველაფერი ისე უნდა გქონდეს მოწყობილი ანუ ჩარჩო ხრო აი რაღაცა არ ეძებდე გაფანტული არ უნდა იყოს ეს ის წაიღებ ხელს პირდაპირ უნდა დაავლო აიღო რა სადღაცა იქით არ უნდა გქონდეს რა ანუ კომფორტულად უნდა გქონდეს ყველაფერი დაფიქსირებული ნუ არა კარგავდე დროს რაღაცის ძებნაში ეს რაფად იმუშავა ეს გადაწყვიტე ახლა ვიწყებთ დაჭიმვას თან ანუ დაფიქსირებული რო არ აძლევს საშუალებას რომ ან აქეთ მოიჭიმოს ან იქით წაიღოს და გამოდის კარგად მე ეს რო არ არის დაფიქსირებული შეიძლება მობრეცილი რომბივით დაგჭირს აუ გამითავდა ახლა ეს აბოიმარი ახლა ისიც ახლოში უნდა მქონოდა არ უნდა გადახვიდეს სხვაგან დამაკარგინა დრო ქავე უნდა გედოს რომ ჩატენო და ეგ არის რაღაცა ყობა
ლისმანზე მოხვდა ვერ დაფიქსირე, არა მივაფიქსირე კარგად. აი ესე. ეხლა ეს იცესე და ამას შევკრავთ. აი ტუპის პრეჟით. ნებისმიერ ადგილას აიღებ დადებ. ნებისმიერს არა, ცივ ადგილას. ეს რო დადო იმაში, რა ქვია მზეზე ან რაღაცა მასე თბილ ოთახში, ცხელ ოთახში ხო მოეშვება მერე და აღარ იქნება დაჭიმული. ამიტომ ცივ ოთახში უნდა დაალაგო, სადაც მზე არ ურტყას. ასე გადავჭიმოთ დროებით დასაწყობდება და მე აი ეს ჩარჩოს რო ჩააკრავ, აი ესეთ მდგომარეობაში უნდა დააყენო რა. აი ესეთ მდგომარეობაში დაიტალღება. ასეთ მდგომარეობაში კარგია.